გამარჯობათ, მოგესალმებით. დღეს მინდა განახოთ ერთ-ერთი ადამიანის ბედის მატრიცა. ცხადია, მინდა იცოდეთ, რომ არის ძალიან ბევრი ადამიანების ჯგუფი, რომელიც ერთ კონკრეტულ მატრიცაში ერთიანდებიან და ეს არ გაგიკვირდეთ. და მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანმა მომმართა პრობლემით, რომ პრობლემა დაიწყო ესე, რომ მოკეთ სასიყვარულო თემატიკა აინტერესებდა, არ უმართლებდა იქ და მეორე თემა რაც იყო აქტუალური, ეს იყო შვილის ყოლის თემა. ამ შემთხვევაშიც ჰქონდა ძალიან დიდი პრობლემები და მოკეთ არ ყავს ამ ადამიანს შვილი. გავაკეთეთ, ანუ გადავხედეთ მისი ბედის მატრიცას და ნახეთ, რომ ნახეთ სასიყვარულო ენერგიაში და ბავშვობის და მშობლების ენერგიაში აქვს 22 ენერგია. ხედავთ ხო, სასიყვარულო ენერგიაში, ბავშვობის ენერგიაში და კარმის კუთშიც არის 22 ენერგია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაშინვე და დავიწყეთ ასე ვთქვათ თერაპიული ფსიქოლოგიური ჩაკითხვა მასთან და ესეთი რამ აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანს აქვს ძალიან დიდი ტრავმა გადატანილი ახლობელი ადამიანის დაკარგვასთან დაკავშირებით და ბავშვობაშიც ამოტივტივდა იგივე ანალოგიური ტრავმა, დაკარგვის ტრავმა. და ის საოცრება მისი ენერგეტიკულ კარმაში არის ესეთი მოცემულობა, ჩანს, რომ წინა ცხოვრებაში ეს ადამიანი იყო ქალი და მან დაკარგა შვილი. დაიღუპა შვილი და ეს შიში რო არ დაკარგოს, არ დაიღუპოს მისი საყვარელი ადამიანი, გადმოიტანა ამ ცხოვრებაშიც, წინა ცხოვრების სტრესი და შიში გადმოიტანა ამ ცხოვრებაშიც და ეს სტრესი და ეს შიში განმეორდა ამ ცხოვრების, ასე ვთქვათ, სიუჟეტშიც და ესეთი აღმოჩენა ნახეთ რისი თქმა მინდა, რა მინდა გაჩვენოთ, რომ წინა ცხოვრებაში მიღებულმა სტრესმა და გამოცდილებამ მიუტანა იგივე სიუჟეტი ადამიანს და ამ ცხოვრებაშიც დაიღუპა მისი საყვარელი ადამიანი. განმეორდა ეს და რაც ჰქონდა ბავშვობაშიც ეს შიში, მიტოვების შიში, საყვარელი ადამიანისაგან მიტოვების შიში, დაკარგვის შიში და ეს არის დომინანტური ამ კარმისთვის. ცხადია, ჩვენ ვაგრძელებთ და დავიწყეთ მუშაობა ამ სტრესთან დაკავშირებით, ამ შიშებთან დაკავშირებით და ის რომ რისიც გვეშინია, ის მართლდება და იმას ვიზიდავთ, პირდაპირ მაჩვენებელი ამ ყველაფრის ეს ამბავი, ეს ასე ვთქვათ, ბედის მატრიცა აჩვენებს ამას, ასე ვთქვათ, ძალიან მკაფიოდ. ცხადია, გამოსწორებადია ყველაფერი. ახლა ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, უნდა მოვერიოთ ამ შიშის ინსტინქტს, ამ შიშის ტრავმას და მე ვნახოთ რა იქნება. გაგაგებინებთ აუცილებლად ჩავწერ შემდეგ ვიდეოზე, რა შედეგი გამოიღო ჩვენმა მუშაობამ ამ ადამიანთან დაკავშირებით. და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი ესე ძალიან მკაფიოდ ჩანს, ყველა მიზეზი ძალიან მკაფიოდ ჩანს ბედის მატრიცაში და ის მე რაც ვთქვი, ეს პირველი მაგიური თესლა 3 ენერგია, რაც არის დაბადების 3 ენერგია, თვის რიცხვის წლის, პირდაპირ აწყობს იმ 9 კარმას და ამ 9 კარმაში არის აბსოლუტურად ყველა პრობლემა ჩატეული, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს და ამ 9 კარმაში შეგვიძლია ვიპოვოთ ჩვენ აბსოლუტურად ის გასაღები ზუსტად რაც გვჭირდება ამ თუ იმ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ ვნახეთ ცხადია წლების პროგნოზით, რომელ წელს იყო ეს ბავშვობის ტრავმა და ზუსტად აჩვენა ეს წლების პროგნოზში, როდესაც მკითხე რომ აბა საკში იყო და კი დამინდა სტურა, იმიტომ რომ მე ვნახე ეს ყველაფერი და საყვარელი ადამიანების განულების, ანუ დაკარგვის თემა ძალიან აქტიურია და გასაღები მივეცი, რითაც შეუძლია დაიწყოს კარებზე მორგება და გააღოს და იყოს ბედნიერი სრულყოფილი ადამიანი. წარმატებები მას და წარმატებები თქვენ ყველას, ვინც მიყურებთ მე. გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე.